გამარჯობა ჩემო ლამაზო და კარგო მეგობრებო. ესე იგი, ეპოპეა, გიჟების ეპოპეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რუსთაველის გადაკეთებასთან დაკავშირებით ძელდება და დღეს ეს გაჩვენებთ ვიდეოს, ახლა გაჩვენებთ ვიდეოს და ბოლოს აქვს გენიალური ფინალი ამ ვიდეოს და თქვენ მიხვდებით რაშია მისი გენიალური. ხულიკ თარგამაძეს თუ უშვებთ მე უკვე ვიცი. არა, კაცო, გადაკეტვის ის. ეს ძალიან მაგარია. შედევრია. ბოლოს და პოლიციამ დაახევინა უკან. აი ვაფხახის ადეკვატურობა. პოლიცია წნარად, ანუ დაჭერა რო არ არის მიზანი ადამიანს, ხდება. ეს ახალგაზრდა რატომღაც იჭიმება? ეხლა ნახე. არა ბოლოსში, აი ეხლა ნახე. აი ამ გოგოს მოусმინეთ დასამბობს. ხალი ვარ შეჩემა. ეს რაღაც ახალია ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. ლიბერალისტში ხალი ვარ შეჩემა, აღარ არის უკვე ინდულგენცია. ანუ ეს გოგო აშკარად არ არის თავის ძრავზე, მაგრამ ნუ როგორც ხალი ხარ და ხალი ვარ შეჩემა. ეს ძალიან მაგარია. ლედი ვარ შეჩემა. ანუ შეიძლება ეს ხვდები, ხალი ვარ შეჯიდეთ. რაღაცა საცხოვრო. აი ან დღეს არის მეორე დღე, როცა რუსთაველი ვეღარ გადაკეტეს. ეხლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ეგ ათვლა. რიგით მეორე დღე, როცა რუსთაველი ვერ გადაიკეტა, ხო არ იქნება რიგით მესამე და ასე შემდეგ. მეგობრებო, ასევე სიგიჟის დამადასტურებელი კიდე ერთი ვიდეო. მე ვაგროვებ უკვე ამ ვიდეოს, პროსტა ამას დამიხედეთ ერთი. ხრის მოლოდინი არ მაქვს, ერთადერთი რაც ვიცი, რუსთაველი უნდა გადაიკეტოს, სანამ ბოლო სინდისის პატიმარი არ გამოვა ციხიდან. სანამ ყველა ილაპარაკობს შეხები. ხო ისი ვისინი ღაბია? გრაუჩო მარქსის. ხო. ანუ ჯერ 4 მარქსინა რომელიმე ცოცხალი რო იყოს ეს ისინი არიან. ამერიკელი კომიკოსი მსახიობი და რეჟისორი. ეს კონკრეტულად ხა ამას გრაუჩო მარქსი ნიღაბა. რომელიმე რო ცოცხალი იყოს, ეს არის მაგათი სცენარი, რაც რუსთაველზე ხდება და რაც ესენი აკეთებენ. იმიტომ რომ პოლიტიკური სატირა იყო მარქსების თავარი სარბიელი და არიან ესენი მაგრამ ამიტომ არ უკეთია ეს. მე დარწმუნებული ვარ საერთოდ გრაუჩო მარქსი ვინ არის ამან არის და გინდა ნანუკა ჟორჟოლიანის აი ნანუკა ჟორჟოლიანს ესოდინება ახალი არა მაგრამ ნახევარი საათის წინ დაწერილი სტატუსი წაგიკითხო არა ამას ჰარპო მარქსი ევასეულა შეხედეთ ყველა კონტექსტი გაითვალისწინეთ მათ შორის რომ 13 წელი ესენი გამარჯვებას ცდილობენ არ გამოსდით რევოლუციას მე 4 ოქტომბერი იყო დამაგვირგვინებელი პოლიციამ რუსთაველი დატოვა წერტილი და გაიმარჯვა მისმა უდიდებულესობამ წიმე ჯიუტმა ქართველმა ერმა ხო სადატოვა ბიჭო არა გეუბნები ესე ადამიანებს აგულიანებდნენ არა რა თქმა უნდა ესე ადამიანებს უთებდნენ ბიჭო ხო იცი არ უნდა გამოუნელო ცეცხლიო სუშენთებული უნდა გქონდესო და აგიჟებენ ამ საწყალ ადამიანებს წინა ხაზში ბარიკადების რაღაცა დივერსიების ავანგარდში ვინც ყავთ გაშვებული ეს ნეულები ეს გონებრივი მენტალური აშლილობის პროვინციალიზმი ხო აგიჟებენ ნახე ხა ნანუკამ დაწერა და გაიმარჯვა მისმა უდიდებულესობა ქართულმა ერმაო სიგიჟის სიშლეგის და გონებრივი ნეულების მდგენელთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი არის აგრეთვე ეს აგრესიული პროვინციალიზმი. იმიტომ რომ ამ ორის თანხვედრა იძლევა საბოლოოდ მე ამ შედეგებს. ანუ ან მარტო გიჟები რო იყვნენ, მარტო აგრესიული პროვინციალები ვერ იქნებოდა ესეც სანახაობრივი ეს ყველაფერი. ამ ორის სინთეზი არის. გავში და მე მემატქნენით ერთიარის. ფაზა არის ცოტა ესეთი შორიდან რომ შევხედოთ ამას, ჩვენ აღმოჩნდით ამას გიაბარაძე შოულებრივ განგსტერულ ქვეყანაში, მაფიოზულ ქვეყანაში. სადაც პირამიდის თავში ზის პუტინი. და მე აი ეს ალბათ მეგობრებო დაახლოებით 8 წლის წინ იმედზე გავიდა ფილმი 7 წლის წინ იმედზე გავიდა ფილმი რომელიც ყვებოდა იმას თუ როგორ დაიწყო ომი სააკაშვილმა ამ ფილმის რეჟისორი და ავტორი იყო ბესო სოლოვნაშვილი და კონსულტაციას გადიოდა
ისეთ ადამიანებთან, რომელსაც ეხლა ებრძვის. მე ვარ უშუალო მოწმე. მეც ვიცი. უშუალო მოწმე. ავტორობ და ფულს იღებდა იმაში, რომ გაეკეთებინა. ბესო არ იყო ასე? მე ხო ვიყავი იქ იმ ოთახში, როცა შენ გავდიოდი კონსულტაციებს, როგორ უნდა შენი ტერმინოლოგია რო გამოვიყენოთ, დაგებრალებინა საქართველოსთვის ომის დაწყება და მართავს და სწორად აკეთებდი. ეხლა რამ შეგცვალა ბესო? რა პუტინი, რის პუტინი? მაშინ არასრულებდი, მოიცა ესე იგი პუტინის დავალებაში. როგორ არის? მაშინ მოინანიე ძმაო. აი გარია თამათი ბრძოლა. კაი, გიგაური. სხვათა შორის კოლექტიური ლომჯარიებიო და ადამიანებს წირავენ პატიმრობისთვისო, მოვლენ თქვენამდეც როგორ გონიათ? გაქვთ ეს მოლადი? მე მგონია რომ მე არაფერს არ გამოურიცხავ მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ეს რაღაც ორი მონიტორინგი რომელიც დაიწყეს მათ და ამ გამოძიებაც ხომ დაიწყეს რაღაცა პირბადეების საქმე, ხო, ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმე, აქ გასაგებია რომ რაღაც გაკეთება უნდა და ჩვენ ვიცით ეს რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს, მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ნამდვილად ასეა, ამიტომ ეს ბრძოლა არის ერთი. ეკა გიგაურს სამშობლო ისე ადარდებს და ისე ტკივა. გზა და დავიჯერებთ. 7 დღიანი პატიმრობა. ამანდ ეს ლომჯარია გაწვი იმაში რო არის. კავკასკაია პლენცაში სამი ხელს ჩაკიდოს, ხო იცი? ეგრე ჩაკიდონ ამა ლომჯარია და მესამე ვინ? ხალბატონმა თაკომ მოიტანოს ლეიბი და გაწვეს. ხო. რატო არ წובה? რატო არ წובה? გენიალური ლეიბების რევოლუციის იდეა. სად არის? განახორციელეთ. მე მინდა ერთი ბიშტი ჩემს მეგობარს უთავაზო და გია ბუღაძე გავუშვა. 65 დღე ფაქტიურად თელი ჩვენი საზოგადოება გასაგებია ახალგაზრდები რა თქმა უნდა სიდიდის და პოლიტიკური პატიმრებია დიდი ბრძოლის შედეგად აი ერთი წელია ესეთ საოცარ აქტივობას იწვევს ჩვენი საზოგადოება და ამით ვამაყობ ამ რაც შეეხება კოცების საშუალო არ არის ისინი არიან პირწავარდნილი მოღალატები პირდაპირ ადამიანები რომ სანგრევენ სახელმწიფოებს რომ სანგრევენ საერთოდ ქართულ მენტალობას მოაშთეთ ანუ თავარი არის რომ ვიღაცა 10-მა შეურაცხადმა წაქეზებულმა საცოდავმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი და მე დაიჭერენ ჯარიმებს აკიდებენ და ეს კონტრაცეპტივი ესა კონტრაცეპტივი ბებერი კაცი გადავიდეს თვითონ იმას აქნას კაცო არა ეგრე არ არის ძმაო მაგრამ მე ვინასახავს ამას უკვდავტილოში და ამისი მეტად ახალგაზრდა ჭაბუსი ვაჟი ჭაბუსმა აიღოს თავის გადადის ხოლმე გადავკეტო გადაკეტეს თქვენ დედავატირეთ მე შიშველ ხაბეს მინდა ხადავს ბიჭო ამის ბიჭო მართალია ხმლით პარით თუ წურმელებით ბიჭო ამის შვილი არის ვირეშმაკა ეს თვითონ ვინ გამოდის არა ის ვირეშმაკაა და ეს რა ეს ვირია გადავკეტო აკებს ბიჭო აკებს საცოდავი მართლა კანონი იჭერს უკვე აჯარიმებენ ეხლა განმეორებით რომ გადაკეთებენ ციხეში წავლენ და ეს სად არის ეს პრეზერვატივი ბოდიში დიდი ბოდიში როგორ არ მომწონს ეკა ბესხატავს შეიძლება ეხლა ეკა ბესელია რა ენაზე გვერდთვება არა ერთი წამი რახანის გიგაური გქონდა მოგვიძებნეთ რა გიგაური რომ ინგლისურზე ესაუბრება კონგრესში სადაც რო გამოდის why do they არა კონგრესში არა იმას საადი რა რომელიღაც მოსმენაზე რო არა კონგრესია საქართველოს დასასმენად არის წასული და საქმეზე არ იქნება რომ უნდა გეგონოს რა ეს აგრესიული პროვინციალიზმი იმაში მაინც გადათარგმნა რომ ინგლისური ისწავლა კარგად მანდაც კი ჩეპეა ძმაო ანუ ეკა ბესელიას ინგლისური და ამის გიგაურის ინგლისური ყოფილა ერთი და იგივე why do they ხო გავუშვით აბა ეს სისანაჭკა რა кай ქალბატონი ის რაც რუსთაველზე ხდება არის უკანონობა, უსამართლობა, კონსტიტუციის დარღვევა, პროცედურების უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა და ინსტიტუციური ნგრევა, რეპუტაციული ნგრევა სამართალდამცავი სისტემის. ისე იქცევია, როგორც მოქმედებენ დამნაშავეები. ანუ ეს ხო მაგარი იურისტია. ანუ რა? ანუ თუ ეს არის სამართალდამცავების დანგრევა, მაშინ რუსთაველი უნდა გადაკეთოს 10-მა კაცმა, ხო? და სახლის გზა რო გადაუკეთოს 10-მა კაცმა ყოველდღე რა სიტყვის? გაუსწორ. აი სახში რომ მიდიხარ და პროსტა რო გიკეტავენ რა. ვასილ ივანოვ ჩიკოვანი. ივანოვ ჩიკოვანი, ეს რო გაუშვეს იქიდან.
მოამბეთან. გავხსნით. ნავასილი ვარ. რუსთაველის გამზირზე ვიყავ ამდენი წელი ამ პროფესიაში ვარ, მე ესეთი აქცია და ესეთი პროტესტი არ მინახავს. სამოქალაქო საზოგადოებამ, მყარი სამოქალაქო საზოგადოებამ ყალიბდება დღეს. აი ეს ერთი წლის განმავლობაში ყალიბდება რუსთაველის გამზირზე. ამას აუცილებლად მოყვება ბუნებრივი პროცესი, რომელიც იქნება, გაჩნდება მოთხოვნა და ამ მოთხოვნას მოქალაქეების მოთხოვნას უპასუხებს ასე ესეც კონტრაცეპტიული საშუალებაა. დაადგეს თვითონ, დაიჭირონ, წავიდეს ციხეში. ესე არ შეიძლება ხალხო. საციხე საქმეზე ხო უშვებ, ხო აქ მე სანამ არ გავაგდეს საზმაუდან არ მიდიოდა, კაცო, პუტინის მართული საზმაუდან არ მიდიოდა, ეხო არ მეღადა. არა, მართალი ვარ თუ არა? სწორად თუ არ ხომ ჯელობთ, მაო. რომ უყურე აქეძებენ. აუ, თქვენ ძალიან მაგრები ხართო რა. აუ, საღოლო და თვითონ იმალებია. ის ჩავაგდე, გიგაური, ინგლისური. ნანუკა ჯორჯოლიანი? რაჩა, ბოლოს საჩაგდე. გიგაურის ინგლისური. ჩვენთან ჯგუფში? მესა? ნახეთ როგორი ესეთი ეხლა სიტყვა კაზმული ინგლისურით არის. ანდღულაძის ის არის. ხო და ის არის, და ედითია რა რაღაცა. გავუშვით. Is peaceful, once again, I want to say that our fight is peaceful, determined and courageous. We are very strong in our commitment. Isolate this non-democratic regime. Regime. რუსული კარგად ეცნობინე. რა თქმა უნდა. კაი. ნანუკა ჯორჯოლიანი ერთ-ერთ დაკავებულ დედას რომ ესაუბრებო. არა, ძალიან მაგარია, მან მეუბნება რომ გამორიცხულია რომ. კარგი. და არცემენ გამორიცხულია და რამდენიმე დღე იქნება საპატიმროში. პირველად ცხოვრებაში ნანუკა ჯორჯოლიანი თქვა სიმართლე? ყველა ნერვიულობთ. ძალიან ყველა ნერვიულობს, არავინ არ გახავს მაგაზე თამის პირობას. და რამდენიმე დღეში გარეთ გამოვა. ეხლა ადვოკატი დაგირეკავს. კაი, გააჩერე. ამას რა გონია იცი რომ თვითონ პლუჩნიკები და ისა ოპერები და დპნკ არის ამბოხებულების ხარეს, რუსეთებისთვის, ჩუმად. და ამიტომ არ სცემენ, თორე აბა? არა, ამას ზუსტად იცის რომ არ სცემენ და იმიტომ. რატო ამბობს? იმიტომ რომ თვითონ აღარ არიან. ამბობ ჟანერ უნდა თქვას რომ სცემენ. ნაცები აღარ არიან. აი რა, უამრავი თქვი. ბიჭო, ნაცები აღარ არიან ხელისუფლებაში, როცა იმაზე გამოდის, ნაცები აღარ არიან ხელისუფლებაში და იმიტომ ამბობს. საპროპაგანდისტო როცა გამოდის, კი მაგრამ შობელს ელაპარაკებოდა, ეგრენაგლად როგორ და მოათხოვს რომ კიო გახავდა. ეხლა სოფლიოში ყველაზე მოიცა მაგის ქმრის პერიოდი ხო არა, ზმაო რო წემდნენ ეგრეს არა. ყველაზე ხარიზმატული პიროვნება, უდიდესი ჯოკერი და მოიცა დავიბენი. ჯინთა ჯინი, დავით უსუფაშვილი. იქნებ ესე იგი ყველამ რაღაც პერიოდი ავიღოთ 2 საათი საკმარისი ამისთვის ჩემი აზრით თითოეულ ჩვენგანისთვის და 2 საათის განმავლობაში ვიფიქროთ, გავიხედოთ უკან და ვიფიქროთ რომ განვლილმა ცხოვრებამ ერთმა წელმა, ნუ მანამდე კიდე სხვა წლებმა რამე გაკვეთილებიც დაგვიტოვა თუ არაფერი არ არის გასათვალისწინებელი რომ იქნებ ასე ჯობდა ეს აუცილებელი ამბავია. იმიტომ რომ ხელისუფლება კი ძალიან კარგად თამაშობს იმ პრინციპით დაყავი და იბატონე. ლელო მუდმივად ამას ვამბობდით რომ მეგობრებო, ნუ ვიქნებით რამე აკვიატებების გავლენაში რომ მე ვიძახო რომ თუ არჩევნებზე არ მოდიხარ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ და შენი ძახო რომ თუ არჩევნებზე მიდიხარ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ. არ ვართ ქვეყნის მტრები. დავით ზურაბიშვილია თქვენი შემდეგი სტუმარი. აი დავითი გაცილებით უკეთ მოგახსენებთ ამის თაობაზე. ამასაც მის სტატუსი ვნახე და სრულად ვეთანხმები. ოპოზიციური ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი. დავითი უკეთ გვეტყვის. ზოგისთვის უკვე მორჩენილია ოცნება და თვლის რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, მასე უკეთესი იქნება. ზოგი თვლის რომ ოცნება საშინელებაა, მაგრამ ნაცმოძრაობის დაბრუნება არ თავარი არა, მე არავინ არ მოხსენს. თქვენ გეღოდებოდით კომენტარის გაკეთება. გაოცებულია, ესეთი ცირდე. 2 საათი რომ უნდა დაფიქრდე, რა გინდა 2 საათი, მაგრამ ნუ კაი, დავუშვათ კუსის სწრაფი დაზრონებს. დავუშვათ. ადამიანი ამას შეგვიძლია დავარქვათ ანტიქარიზმა, ადამიანი რომელიც წყალი, აი იმდენად ბანალური. აი ყველაზე არაქარიზმატული ცხოველი რომელი? არა, კუ საყვარელია. ეს არის ტიპი რომელიც კუს რა ქარიზმა? არა, ეს არის რომელსაც საზრისი არ გააჩნია რა. შენ კუს სექსი გააქვს ნანახი? ხო და არა, აქტუალებული.
გააქვს ნანახი? კი. ხმა გახსოვს? ნუ ეხა ეს ხმა დადებული მგონი. არა დადებული. ნაღდი ხმა ძმაო. ამიტომ მინიმუმ მაგითი ჯობია და უფრო დასამახსოვრებელია. ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი цаრიელი ფურცელი რა, ტაბულა რაზა. შენ რა იცი რომ დადებული არა, შენ ლაივში ყავს ნანახი? ბიჭო, ბევრი ვიდეო არის ეგეთი და ყველგან ერთი და იგივე ხმას თუ ადებენ და ის რა ვიცი. აი რა შენეთი. გაიფარება. ერთი წუთი. აი ნუ დამწვით. ამის განტვირთვა და რეკრეაცია არის ის და კუებს კურებს. სახელები საგდარგო. მარტინდა და ჯონი. ვინახავ მამალი კუნი და გროზი ბრიგადირი. ბიჭო შენ კონტაქტია. ბიჭო უსუფა გამგელებული. უსუფა უნდა დავარქვა ერთ-ერთს ახლა. აი იდეა მომეც. უსუფა უნდა გამგელებული ქუნა გავა. ისე კუძა საყვარელი ცხოველია თუ რაც არის. აი ამაზე რეპტილია თუ რაც ძალიან საყვარელი. რა არის საყვარელი კუში? საყვარლესია ბიჭო რას ამბობ. ძალიან საყვარელი ტოპ ტიპი. უფრო საყვარელია თუ დათო ზურაბიშვილი. დათო ზურაბიშვილი და კუ ერთია. არა, მე ზურაბიშვილი შემოდის. მე ჟოფრეი. სხვაშუს აღარა აი მეგონი ჟოფრეი როგორც მე ვიცი. გან ჟოფრეება მოახდინა ეგრე არის. ოპერაცია ხო და აღარაა ჟოფრეი. სიკვდილს ხო გადაარჩინა. ოპერაცია კი მოდი შემოთქვა. მოიცო. ხდებოდა. მე არ დაუნახა მადლიერი არ დარჩა კაცო. ო მართალია. მე ხო ესეთი მადლიერი კაცი მეორე იცი. ხო სიცოცხლე გაჩუქა მე. ვიცი ნანახი მე რაო მაგასო არ შევაგინებო პირადად. საავგოთ კაცო ტარი დავკარ. კაი მაშინ ძმა. მაგარ პრინციპული გასაგოთ მაგათ. არა, ამან იდეები უფრო მნიშვნელოვანიაო. ვიდრე ჩემი თავი. ხუხაშვილი არის ყველაზე მეტი უმადური. ხუხაშვილი. უმადურების ჩემპიონია. რატო ცხოვრობს ახლა ბიზნეს ნაჩუქას სახში, რომელიც აი არ მინდა. ცხოვრობს კი არა ერთვება იმ სახლიდან. ხო, ნუ აი რა. იმ სახლიდან ძმაო დამხობას მოუწოდებ. ცხოვრება ერთია. იმ სახლიდან ერთვება. შეიძლება არც უნდა მომდე, მაგრამ просто უმადურობის დედავატი რა მართლა რა. მაგრამ ძალიან ცუდი თვისება. ხუხა უფრო უმადური არის თუ ის ჟოფრეი ბივში? ხუხა ბევრად. მანდაც მისი ოჯახის წევრი გადაარჩინა. ხუხა ბევრად იმენა. გადაყვა რა? ხო ხტები? ზოლა იყო ეს იყო, მაგრამ უკან დახევა არ იცოდა იმ კაცს, მაგრამ ნუ აი ესე უპასუხეს რა. მე აი საიდან მოდის ასე ტოტალური უმადურობა, საიდან აი რა უნდა გადაგიტრიალდეს თავში. მარტო უნდა გეგონოს რომ მაგარი ხარ, ხო? აი ისეთი მაგარი. მეკუთვნის ალბათ ეგაა რომ მეკუთვნის რა. ხო. ანუ ამას მე ჩემგან რაიმე ამაგის დანახვა, რაღაც პატივისცემა, რაღაც კი არ ჭირა ეს მე მეკუთვნოდა. მივიღე რა. მივიღე ხო. ჩემი ის იყო რა, ანაზღაურება ასე ვთქვა. არა ხო, მეკუთვნის. მე როგორ მე ამისთვის გავწიე მე საკმარისი და აღარ მაქვს არანაირი უარი. დავით ზურაბიშვილი გავუშ. მე დაბაუზებას უგულისხმობ იმას კი არ ვიცი რომ სახში წავიდეთ, მაგრამ ფორმების ცვლილება ამ პროტესტი შეიძლება გახდეს საჭირო კი არა, აუცილებლად საჭიროა, იმიტომ რომ საჭიროა გამრავალფეროვნება, საჭიროა მოფიქრება რაღაც ახალ-ახალი ინიციატივების. ვინ ფიქრობს, რა ფიქრობს, მე არ ვიცი, მართალი გითხრათ, მაგრამ ერთ რჩევას ყველას მივცემ. დისკუსია იხსნება. დისკუსია თუ გაიხსნება სხვადასხვა ის რაღაცა დისკუსიები განსაკუთრებით რაღაც ორგანიზაციული პრობლემებზე. თუ ალაპარაკი კარგი იქნება, უნდა გავიხსენოთ ძველი დრო ისევ. მაგალითად, თუნდაც იგივე სააგაშვილის დროს მახსოვს როცა ვიკრიბებოდით ტელეფონიდან მობილურებს თიშავდით და ბატარეებს ვიღებდით ტელეფონიდან რომ არ მოესმინათ. ახლაც მე მგონია სოციალურ ქსელებში, ჩატებში და ასეთ ადგილებში მაგაზე ასე რაღაცებზე შეიძლება არ აქვს აზრი. იმიტომ რომ ყველას უსმენენ და ყველას უთვალთვალებენ ეს ცუკერბერგია ჩვენ მხარეს. ეს ეხა რა თქვა ამან რა თქვა იცი? მე ვარო იმან რა ვახია ინტეგრამი და ინტეგრამში ყველაფერი ხდება და ისმინა. ცუკერბერგი ხო თქვენია და რატო ხდება ცუკერბერგი? ეთობუზიაშვილი აღარ კონტროლებს. რა? ეთობუზიაშვილი და იუაფეზუაშვილი არ აკონტროლებს. იუაფეზუაშვილი просто ისეთ. მე სხვა შეს ამეკვია. ყველასთვის ცნობილი მწერალი. ამეკვია და მთელი საღამო გუში ვიძახდი იუაფეზუაშვილი თუ დაიჭირეს მე დაგვერხებო რა. სხვა შეს რომე ვინ უფრო დიდ ყველას დატოვებს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში? იუაფეზუაშვილი თუ ეთობუზიაშვილი? იუაფეზუაშვილი იქნებ დაანება თავი. აღარ წერს? ხო.
არა, რაღაცებს შეიძლება წეს, მაგრამ აღარ არის საპროტესტო განწყობაზე. ძალიან ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მან უყურე მაგ საპროტესტო განწყობაზე დაუძახეს მათ საქართველოში ცნობილი მწერალი. ხო და აღარ არის გაგიგია სოციალური კაპიტალი. ივან რო რაღაცა ეთქვა, აუცილებლად გაუშვი. მე იმის არც იქამდე, როცა ტეოპიროს გამოარცხა. ვიძე როგორი? დავგუგლო. არც იქამდე და არც იმის მერე აღარ გამიგია, მაგრამ ეხო დამამახსოვრდა. შენ იცი ივაფე ზუაშვილი ვიძე? შაუგრემა. კი, მე მახსოვს, იმიტომ რომ ანუ ეგ იყო გამორიცხვის მეთოდით შტამბეჭდავი ეთერი. რაც კი წარდგენა, რაც კი შაუგრემანია საშუალო სიმაღლის არის. ეგ ხა როგორ სამომცი? ცოტა შეთხელებული აქვს თმა. ძმაო, ივაფე ზუაშვილი. ხო გითხარი, შაუგრემანია, ხო? აგე გავშით? ხო შაუგრემანია. ხო გეუნებოდი. შეთხელებული არ აქვს, მაგრამ საშუალო სიმაღლის არის. ეგა. გორგილაძის გადაურია, ივაფ ფეზუაშვილი. მადლობთ. 2000 ალბათ ამ წლის მანძილზე პირველად Google-ში ვიღაცამ დასერჩა. ფსკერის სახარება. გადაუღია, დაუწერია ფსკერის სახარება. ეს მაგარი იციან ხოლმე. აი აგრესიული პროვინციალიზმი აგრეთვე სადიკვეთება. ბიჭოს როგორ უნდა მოახერხო რომ სათაური უკვე შენზე ყველაფერს ამბობ. აბა ვულგარულობის აი პიკში აღწევდეს. ბიჭო უყურე სათაური უნდა რომ არა ამას უნდა რომ სათაურით რაღაც ეთქვა და მარტო თავის თავზე თქვა. ნუელი რომელიც ალბათ ერთ-ერთი თანამედროვე ხელოვნებაში განსაკუთრებით კინოში ერთ-ერთი ყველაზე სტილური და გემოვნებიან მათ შორის სიღრმისეული და შემთხვევაში გადაჭარბებული მაგრამ მაინც სწორი კრიტიკოსი იყო რელიგიური მართულების კათოლიკური ეკლესია. ხო, რასაკვირველია. ვერ ნახავ ვერც ერთ ან სათაურში ხო საერთოდ ვერ ნახავ ისეთ რომ აი რამე იგრძნობოდეს რომ აი ხა ნახეთ ვის უნდა დავცინო ან აი ხა ნახეთ მე ანგელოსები ძლებს მაგო რა გამანადგურებელი ანგელოს რა არის რა ვირიდიანა სადაა რამე რა არის არა ეხლა შენ მოიწევ სათაურზე მე ვარ შინაარსი არა შინაარსი რა თქმა უნდა ხო მაგითო მაგარი ის რას გეუბნები უყურე აი ფსკერის სახარება და ესეთი კარეტინობა რა არის რომ აი ბნელები უკვე ხო ხვდები რა ეწერება იქ რა რომ და ბიჭო ის არის ძმაო რომ აი არც ერთი ბუნუელის კრიტიკა რელიგიისადმი არ არის მხოლოდ რელიგიის კრიტიკა არის ინსტიტუციების ერთობლივი კრიტიკა რომელიც საბოლოოდ ძალაუფლებრივი და /ძალადობრივი ინსტიტუცია გარდაიქმნება არასწორი ხალხის ხელში. ბურჟუაზიის მოგზაურობ ხილში არის ყველაზე მაგარი ექსცელი. ანუ კაი არ გვინდა მაგნუმზე ალბათ ინგა გრიგოლია უფრო კარგად გვეტყვის, იმიტომ რომ კვლევარი ბინუელის გვიანდელი შემოქმედებისა იყო. ბესელია და ეგა. არა, მე მგონი ეგ არასწორად გვახსოვს, დაყოფილი არის ლოს ოლვიდადოსიდან იწყებს და კატრინ დინოი რო თამაშობს სიმონ დელ დეზიერტრე ეგ უკვე ბესელია. ეგ უკვე ფერადი ფილმები ბუნუელის უკვე ბესელია არის და მანამდე არის ინგა. ნინო ზაურტაშვილი. თქვენ შეგეშალათ მეგობრებო, ნინო არ არის ზაურტაშვილი, ნინო არის ზაუტაშვილი. ამ პროტესტის ნიშნად ზაურტაშვილი. ვინ არის თქვენი ზაურტაშვილი? გავუშვით თუ შეიძლება. თუ დღეს ადამიანები ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე, ძალიან ცუდია, თუმცა მე ამაში ეჭვმეპარება. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოში არის ის რაოდენობა ადამიანების და საზოგადოების დიდი ნაწილი აბსოლუტურად ჯანსაღად და კარგად აცნობიერებს კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვეყოფა ძალა იმისთვის, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორცაც ვიმსახურებთ ჩვენ და ჩვენი შვილები, ჩვენი შთამომავლები. ამისი აშენებული ხელახლა იქნება ასე შენებული არ ვიცი კომენტარებიც კი ზედმეტ მე მგონა რომ ლეგოს კონსტრუქციას ვერ ააშენებს მე რა მაინტერესებს რატომ გახდა პროტესტი რომელსაც უნდა წაელეკა ქართული ოცნება რომელიც უნდა ყოფილიყო ყველა ქალაქში ყველა მარტო 20 კაციანი გადაკეთების ამარა რატო დარჩა აი შეკითხეთ რა დაშრა ის ხალხის მდიდარე ქვეყნის გულიდან ამომდინარე რომ მოდიოდა კაი ნინო ზაურტაშვილი აღარ გვინდა სამაგიეროდ დისპეჩერი გაუშვათ და დავასრულოთ უკეთესი არავინ არ დარჩა. თინდა მოგუჩავა, რაზე გაუშვი? თქვით რომ არ ვითანამშრომლებდით, გაყალბებული ის რა ქვია პარლამენტთან ან პარლამენტში არ ვიქნებოდით, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად თქვით პარლამენტში შესვლაზე ვარი, ჩავხსენით სიები, ხოლო ჩვენთვის რომ ეს მიუღებელი იყო, ჩვენ თვითონ ჩვენივე პოზიციით დავაფიქსირეთ და ავხსენით ამასთან დაკავშირებით და ჩვენი ქმედებით
მალევე ეგრევე დღეებშივე გამოვხატეთ და გადავთარგმნეთ ჩვენი პოზიცია ჩვენივე ქმედებაში, რაც გამოიხატა. მე თქვენ დაგისვათ შეკითხვას, ვარი რაზე გითქვიათ? ვარი? რთული არის. ვარი. ვარი არა, ვარი მithkons რამე. ვარი, რომოქშივა მაშინ გითქვავს ვარი? აი რომოქშივა შეიძლება ვარი თქვა, კი. მსხალი, ფქილზე მithქვია ვარი. ვარი შესანიშნავი კუთხური გამონათქვამია. ვარი შესანიშნავი ტექნოლოგია. რა შეიძლება ვარი? ტექნოლოგია შესანიშნავი ვარი. რომელმაც ფეხბურთი პრინციპში იხსნა უსამართლობას. საბოლოოდ მაინც ვერ იხსნა. რატო ვერ იხსნა? მაინც იპარება ძმაო. მე რა გაიპაროს, ადრე რაც ხდებოდა ძმაო, ის არ შეიძლებოდა. მე როგორც ინგლისის გულშემატკივარეში არ შეიძლება რომ არ დაგეთანხმო, მაგრამ მე ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება მეუფლებოდა ხოლმე, არაფრით არ შეიძლება, ეგრე რაღაცა შენ უყურებ, გამეორებაზე ხედავ სხვას და რადგან საჯმა ესე გადაწყდა. მაგრამ ზატო მარადონას ის გოლი არ ჩაითვლებოდა და მაგას დავკარგავდით, ვარი რო ყოფილიყო. ღმერთის ხელს დავკარგავდით. მე წუდი. მელაძე რა ვიძეიდა ეს ცი. კი, ძალიან კლასნი იყო იმენა. მარტი მაკფლაი გაიჩიტა. აი ეგაა კიდე თინეიჯერობის სინდრომი რო აქვს. კაც რო უნდა რომ ის იყოს. მე ამბოხე ჰიპსტერი 20 წლის. აი ეს აი. აგეზო გაუში. მაგარი. არა არ მინდა მელაძე არ გაუშვათ. რეპს. ვიდეო ფოტო გაუშვით, ფოტო. ზაკოვსკის თებშებივით კი აყურებთ. რა ზმანი ამას რა ქვია ამ ზმანს? მარტი მაკფლაის ზმანი არ გახსოვს? ამას ქვია მე გეტყვი. ეს რომელიც ავიანოსეძე რო ისინია, არჩერებენ. არა, ეგ ქუდა დავით დინა. ეს 70-იანებში ამერიკელი მეზღვაური ზმანი. არა, ეს ქუდი არის. წმინდად ჰიპსტერულის რაღაცა. კი, ბინიკა, ბინის. ხო. დაბალი. დანარჩენი რა ზმანი რაღაც რეტრო მაიკაცია. ну на гижи არა გიჟი არა არა გიჟია ძმაო вообще უსტი ჯოჯოხეთია ეს ზმანი კი არა ეს არის ცნობიერება ხო ამი შეგიძლია წაიკითხო რა ხდება შიგნით ასე უნდა გაშიფროს აი მადლობა საოცარი Facebook ვერდი 2010 წელს დაახლოებით შექმნილი ნონდარ მელაძე სულაც არ არის მზე გახსოვს ძალიან გაიგვერდი იყო იგაც მე მაშინ გავაკეთე რაღაც ჟესტი მოდერნიზაციის წინამდე გარა გაბუნიას წინააღმდეგ და გაბუნია საწავიდა გაბუნია აღარ არის გაბუნია ხო საწავიდა ბოლოს რო რაღაც სამზარეულოში რო დაждდნენ ლაივი რო ჩართეს და რო აგინეს გვარამიას და ვიღაცებს მაგის მე აღარ გამოჩენილა ხო ბიჭო როგორ არის სად შეიძლება ვიხილოთ მისი ესენი ყურე ბრძნული განმანათლებლური თავარი არხი და ტევ1 განსაკუთრებით არის გიჟი ჟურნალისტების ხელში. დაჟეკი ცოტა ადეკვატური ვინ იზა, ვინც ფულს. მაფია ჟურნალისტების, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების მაფია რა და მაგათი ნამართი არ გაიშვა. დედა უტირეს, რაც ჰქონდათ, იმასაც დედა უტირეს. აი თავისი ისტერიით, აი ხვალ რევოლუცია რო უნდათ, რაღაცა თავისი მუდმივად ყალბის სენსაციონალიზმით. ხო, მაგრამ ანუ ეგ იყო ტიპი, რომელსაც ისე უყვარდა საჯაროობა, რომ აღარ ქონდა მნიშვნელობა აგინებდნენ იმ საჯაროობაში, თუ იწონებდნენ. გაბუნია. ну ბოჭო ტიპი მაგას ლაივში პუტინს აგინა ბიჭო ხო და მე როგორც გავიგე რუსეთშიაო რა გაქცეული ჩეჩნეთში სადღაც მაგ ტერიტორიებშიაო დაღესტანში გადავი UFC-ს მებრძოლი აჩხოი მარტანი კი ეგეთი ის არის რაღაცა პატარა მოხოდა თავისი და იქ არის რა სპიტის პაძელკებს აკეთებს აბა სხვაგან გასაქცევი სადაკ ხა რუსეთში რა რუს განსაკუთრებით ჩეჩნეთში მაგრამ რუსეთში ალბათ კი ბატონო ყველა ხო იცოდა ხა გზა მაკეთ მიდიოდა ხო აბა რა კარგად განდევთ მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს ორ შევაჩერდებით ამ ფორმატში ეგ და ასადი არიან ერთ თემაში